ქალო, ამდენი ხანია თამაშობ და მაინც ვერ ისწავლე. სულ შენ უნდა წააგო. მერი, მოდი ვიდრე ჩამოვლენ. მოვილაპარაკოთ, მორჩეთ პარემ ყველაფერს. დამიჯერე. ასე აჯობებს მერი. ახალგაზრდები არიან, ახლად დაქორწინებულნი. ცალკე ცხოვრება ურჩევნიათ. შენ გიასთან გადადის საცხოვრებლად. მე რა გითხარი, მაგას ნუ ღარ გამაგონებ. მერი, ეგ შენი საქმე არ არის. მოდი, ცოტაც კიდევ. მოდი კიდე ცოტა კიდე, ჰოპ, კარგია. დედა გამარჯობა. აი, კუთხეს. როგორ ახარ? არ ამიშავს, არ მეგონა თუ დღეს საიღებდი. დედა, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ასე გადავწყვიტეთ. ანგელოზა სად არის? არ ვიცი, ალბათ პურზე ჩავიდა. რა ვქნათ? როგორ მოგიწევ? რაზე მეუბნები? ანგელოზაზე. ბიჭო, არა გრცხვენია, მაგის გაზრდილი ხარ. თვითონ თხოვა. ლაშა და ირინა მალე ჩამოვა. ბავშვი ეყოლებათ. უბრალოდ ვერ დაეტევიან. აი, როცა ეყოლებათ, მაშინ კი ბატონო. მე არ გეუბნები დღეს და ხვალ. მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს. ხოდა ეგ ლილის სიტყვებია. კი, გამარჯობა. გამარჯობა. რო, მიგაქვთ უკვე. ხო? არა. ხილად. ნუ ინერვიულე. ცოტა ხილად მან. ახლა არ დავლიე. ღმერთო. ამდენ ხანს არ უნდა ცოცხლობდეს ადამიანი. ღმერთს ნუსწოდა. შვილიშვილის ქორწილს მოესწარი. მალე ბავშვი გაჩნდება. მაგაზე კარგი რა არის. მერტო, შენ სახას ვენაცვალე. მერტო, შენ მიწოწ. ამინ. ამინ. რა დროს მაგის ცოლი იყო ქალო? დავიცინოთ? დავიცინოთ. ლილი მოვიდა. მე და რა უნდა ამდილა ადრიან.
გამოდი უხერხული. დედა, როგორ ბრძანდებით? ვარ ღვთის მადლით. გუშინ გია იყო თქვენთან. კი, იყო. ვიფიქრეთ ცოტას მივალაგებ მეთქი. როიალი წაიღო. ჩვენ არ ვაპირებდით დღეს დალაგებას. არა ანგელოზა. მერი, ტვერს მაინც გადავწმენ. ძნელია ამ ხელაბინის დალაგება. იცით გიას როგორ აღელვებს თქვენი ჯანმრთელობა. როგორც ხვდები, არა მარტო ჩვენი ჯანმრთელობა. ლილი, ჩაის ხომ არ დავერ? თუ არ შეწუხდებით. ახლავე. კარგია. შვენიერ პირობებში ვუქმნი. ოთახი ნათელია. კვება ნორმალური. კარგი ჰაერი. მოკლედ, მე მზათა ვარ. არ ვიცი ზურა, თვითონ რომ არ ეთქვა, არც ვიფიქრებდი. ხო, მართლა, სულ დამავიწყდა. რაგვარია ანგელოზა? თავშავაძე. მაკრინე თავშავაძე. მოკლედ გასაგებია. ჩვენი ძველი როიალი გავყიდე და თვალს ვერ უსწორებ ვერცერთს. გამარჯობა. ხედავ, რა დღეს ჩამაგდო მაგ მამაძაღობა. რა დროს მაგის სწორი იყო. მე მაგას აჯობია. მალე ბაბუაც გახდება. 42 ჩაკეტე. დიახ. სახშის გადავრეკო. ბაბუზურა, ხელია მოსაწერი. აი აქ. მადლობთ. ჩამოასხათ? მე დედოფალი ვადღეგრძელო. გადაგებოთ. გაგიმარჯოთ შვილებო. ბედნიერებას გისურვებ. რაც მთავარია სიყვარული. შენ ცოტა მოშინაურდი. შენი სახლია ეს. აბა, ვადღეგრძელოთ ზურაბ. გადაგებოთ. გელოდები ისევ გელოდები. არა მადლობთ. რახანია ჩამოეშვა შავი ფარი. იმედივი ჩემს სიზმრებში მეურდები. შენზე ფიქრი გამთან გავს და გადამიწყა. არა მოიცეს. გზას საყაროზე გელოდები როგორც მაშინ. ღამერთმა იცის რომელ მხრიდან ჩამოია. თეთრი ფირქი გამერია უკვე თმაში. მე კი ისევ გელოდები რახანია. ჩემს ორ უსაყვარლეს ადამიანს გაუმარჯოს. თქვენი თავი ნუ მომიშალოს ღმერთმა. მადლობთ. თქვენ ნერვიულობთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გენება. ნუ ღელა, მე დამგებო. დიახ. აი თქვენ თვითონ ნახავთ. აბა, გაგიმარჯოთ. მადლობთ. ბედნიერებას გისურვებთ. გასაუბრაკებოდ. ხელმძღვანელ დღეს სიხარულს. მადლობა. აბა. ქალბატონო მერი, თქვენ შვილიშვილს გაუმართ. მადლობა. ბედნიერებას უსურვებ. ნუ ღელავდები. ყველაფერი კარგად იქნება. რაც გინდათ ის გააკეთეთ.
ლილი, ბავშვი როგორ არის? რა ვიცი, არა უშავს, იცით რა სიცოცხლეა, ისეთი ცელქია აუტანელი. ასეთი მსგავსება არ მინახავს. ზედ გამოჭრილი ლაშა. თქვენ როგორ ახართ, მოგწონთ ახაურობა? მომწონს. მიფრთხილდებიან. არაფერს მაკლებენ. რომ იცოდეთ, ანგელოზა აქ ყველას ძალიან უყვარს. გია, კეთილად. მოგაცრავთ? ბავშვის წამოყვანაც გვინდოდა, მაგრამ იცით შეუძლოთ იყო და ვერ წამოვიყო. ხო. ლილი, მაპატიებ ალბათ ანგელოზა, ამდენ ხანს რო ვერ გნახე. ისე ცუდად ვიყავი, კი ნახა მოვკვდი. ვიცი. გია მითხრა. ახლა როგორ ახარ? არა, ყველაფერი მტკივა, ცუდათა ვარ, დავიღალე. წავითეთ. მერი. ეს ბავშვს წაუღე. ჩემგან. ანგელოზა მოიყვანეთ.
მერი. დღეიდან ახალი მეგობარი გეყოლება. მიდი. მე მერი მქვია, შენ მაკრინე. რამდენი წლისა ხარ? 7-ის. შენ 10-ის. ეს ვინ არის? ფარველი ანგელოზი. მაშინ დღეიდან ანგელოზას დაგეძახებ, კარგი? კარგი. ანგელოზა გინდა დაკვირა გასწავლო, მიყურე? მოდი, დაჯე.